როგორ ბრძანდებით? რამდენი წლის ბრძანდებით? 107 თვეს. 107. შაიცი. შასკალისა. მო. სად დაიბადეთ? ზემოსვანეთში. ზემოსვანეთში? ენაც მერამტიადაში საფეროს. შვილის შვილი კიდო ხარ. შვილები გაზარდა. რა ვერ ვიცნობ რას ვიყურებდი. რად მუშაობდით? მასწავლებელის ვიყავი. ფიზიკურათაც ბევრი მუშაობია, სტახანოვანი ყავხარებდი. პირველად მაქვს შესაძლებლობა უშუალოდ გავისვრო ადამიანი, ვინც დაიბადა გასული საუკუნის დასაწყისში. 1913 წელს ადამიანი, რომელსაც მეფის რუსეთის კი ახსოვს. ასეთ ადამიანებს არ აქვთ უზრუნველყოფილი სიბერი. რამდენი 100 წელს გადაცილებული ადამიანი ყავს ხო ქვეყანაში. და არ უნდა გქონდეთ ელემენტარული პრობლემები, მაგრამ აქვთ ეს ელემენტარული პრობლემები. მეფის რუსეთიდან ოლიგარქამდე მოვიდა ქალბატონი ნინა. მაგრამ ვერაფრით ვერ იფიქრებდა, რომ მას სიბერი შეექნებოდა შიში იმისა, რომ მედიკამენტის შესაძენი თანხა არ ექნებოდა. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ ხახტო. შეუძლებელი არის ქვეყანა იმსახურებს, საქართველოს რესპუბლიკა იმსახურებს, რომ მის ამაგდარ ხალხს კონდეს ღირსეული სიბერი. თუ შენს წარსულს არ სიმპათიებს, თუ შენს წარსულს უფროს თაობებს ზურგს შეაქცევ, დაუწერელი კანონია. ცხოვრებისეული აქსიომაა, რომ მომავალი შენს ასევე შეგაქცევს ზურგს, ანუ ჩვენ ახალგაზრდებს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ძვირფასო მეგობრებო, განსაკუთრებით ჩემ თანატოლებს მიმართავ Facebook მეგობრებს, რომ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენ განსაკუთრებული ტვირთი გვაქვს საზიდი. აი ასეთი ხალხი ჩვენს გარშემო არსებობს, ქალბატონი ნინას მსგავსი ხალხი და არა მარტო, ხო? და ამ ადამიანებს უნდა შევუქმნათ ჩვენ ყველანაირი პირობა, რომ იყვნენ ბედნიერები ბოლო წუთამდე ამ წუთის სოფელში და ფიქრობ ჩვენ ეს გამოგვივა და შეგვიძლია.